მარა, როგორ ფიქრობ, ჩემსა და მის შორის რომანი აღარ არის? არა, რას ამბობ, რა თქმა უნდა არის. უბრალოდ ბიოლოგიური იმპულსების გამო გგონია ასე. გასაგებია, ეგ რასაც არ უნდა ნიშნავდეს. როგორ მოგწონს ახალი გოგო? მგონი ის სიმპათიურია. კარგი ერთი. მე ვთქვი მგონი სიმპათიურია თქო. ხო, რა თქმა უნდა. რა გინდა? შეიძლება ჯოის სახლის ნომერი გამოგართვას? არა. კარგი, მაპატიეთ, გთხოვთ, შეგიძლიათ მისი ნომერი მომცეთ? არა, პირადი ინფორმაციის გაცემა სკოლის წესებს ეწინააღმდეგება. უბრალოდ მინდა არა. ძალიან მინდა დაბურეკო, არა. თავისუფალი ხარ. მივცემ ხომ გავგზავნით ხვალ? კი. მართლა, უკვე გითხარი კი მეთქი. ახლა კი მარტო დამტოვე, ყველაფერი კარგადაა. უფრო მეტი პასუხი არის. თქვენ მორჩი ხართ და განმარტოვება გირჩევნიათ, რატოსაც ილოა. ვერ ვიჯერებ, რომ ამ გველმა ჯოის ნომერი არ მომცა. კიდევ კარგი, ზეგ ჯოი თავის ნივთებს მიიღებს. მერე კარგია, დარეკვას შეძლებ. ვიცი, რომ მამაში როგორღაც გარეული ხარ ახალო და აუცილებლად გავარკვევ როგორ. ეგ უკვე მითხარი. 10 ჯერ მაინც. რა თქვი? არაფერი. გამარჯობათ. მიკ, მარტო ცალი თვალი მაქვს შეღებილი. პანდას გავხარ, მაგარია. მადლობა, რა კარგია, ჩემს თანახმად რომ მოხვედი. სიმართლე გითხრა, მარასთან მოვედი. ჩემთან? ხო, ბიოლოგიის დავალება ვერ გავაკეთე. შენ კი ყველაზე ჭკვიანი ხარ და მინდოდა მეკითხა, ვერ დამეხმარები? ხო, რა თქმა უნდა. რატომაც არა, ხვალ საღამოს? ეს პაემანია. რაღაც გაგებით. ნახვამდის საყვარელო. რა? გინდა ბიოლოგიაში ჩაიჭრას? ალბათ არა, მაგრამ მე რატომ არ ვთხოვა დახმარება? კარგი, მაგრამ მე არ მომწონს სხვასთან რომ მივიდე დახმარების სათხოვნელად, შენთანაც კი. ემბერ და მშვიდი დიმას მხოლოდ ჩემი ტვინი სჭირდება. შენ კი ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი ხარ. ის შენზე გიждდება. ხო, მართალი ხარ. როგორც ყოველთვის. ბოლოს და ბოლოს ჩემში რა შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს. უკვე 10 საათია, ამ დროს დაბლა უნდა იყო. მივდივარ, უკვე მივდივარ. მხოლოდ 5 წუთი გაქვთ, მეტი არა. შემდეგ კი მინდა ნემსის დაცემის ხმა გავიგონო. ხმაური ჯერ კიდევ მესმის. რა მოხდა? ჯერ კიდევ 4 წუთი გვაქვს. სამი წუთი. კარგით, კაპიტანო, როგორც შემიძლია ვჩქარობ. დამეხმარე, ჯოი. მარა, სწრაფად წამოდი. რა ხდება? ჯოი. რა საკეთებ? სარკეს წმინდა. ვერ დაინახე ზედ რა იყო? ორცქრი? მან ყველაფერი წაშალა და რა ეწერა? მიშველე ჯოი, მან კი ეს ნაწერი წაშალა და ახლა ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მეჭკუიდან მიშლები. დამშვიდდი, პატრისია. მასაც უწევს ეს უნდა. ის ამ საქმეში გარეულია, ხომ გეუბნებით? როდესაც სარკე გავწმინდე, საკუთარი თავის გარდა ვერაფერი დავინახე, გეფიცებით? გოგონებო, თქვენს ოთახებში რატომ არ ხართ? წესები ხომ კარგად იცით? მე მასთან ერთად არ ვიცხოვრებ. იცით რა, მგონი შევ სხვაგან გადავიდე. ჩემი ნივთები ჯერ მაინც არ ამომილაგებია. თუ გნებავთ სავარძელზე დავიძინებ. არავინ არცად არ გადავა. ახლა კი თქვენს ოთახებში შებრძანდით. ჯოი უკვე დამირეკავდა, გეუბნებით, მას რაღაც შეემთხვა. პატრისია, შეისვენე რა, უკვე ნერვებს მიშლი. ჯერომ, სხვათა შორის აქ ბევრს გვანაღლებ ჯოის ბედი, მიუხედავად იმისა, რომ შენ ეს არ გაინტერესებს. იმეილზე პასუხი არ მიიღე, გუში რომ გავგზავნე? არა. არ მესმის ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ და ახალი გოგო უნდა დავკითხოთ. ის არაფერს შუაშია, პატრისია, უბრალოდ ნინა აქ ცუდ დროს მოვიდა. წინა ღამეზე რა სიტყვით? იმაზე რაც სარკეზე დავინახე. რა?
არ გჯერათ რომ წარწერა დავინახე ხო? არა გჯერა, უბრალოდ მიკმა დაინახა როგორ დაძრწოდა წუხელ ალფი გოგონების ოთახში. ამ საშინელების გაკეთებას ალფიც კი ვერ შეძლებდა. ჩვენ ერთსა და იმავე ალფიზე ვლაპარაკობთ? აბა რას ფიქრობ, ეგ ჯოიმ დაწერა? არ ვიცი. იქნებ ნინამ დაწერა, რათა გავეგიჟებინე. ხო მართლა, სად არის? ცოტა ხნის წინ სკოლაში წავიდა. ყველაფერთან ერთად შკოლნიკიც ყოფილა? ფიქრობ მას უბრალოდ სურდა ჩვენგან თავის შორს დაეჭირა, ჩვენ ხომ მას ასე ცუდა დავხვდით. მართალია, ამაზე მეც ვფიქრე, თავის საშინელი ადამიანი მგონია. ბოდიში, კარგად ხართ? ეს ჩემი სახლია. ეჭვმეპარება, ეს სკოლაა. არა, ეს ჩემი სახლია. კარგი იყოს თქვენი სახლი. ძალიან გიხდებათ. თუ გნებავთ მითხარით ახლა საცხოვრობ და წაგიყვანთ. აი ეს ჩაიცვით, თორემ გაცივდებით. ეს შენ ხარ არა? ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ბოდიში, მაგრამ მე თქვენ არ გიცნობთ. სარა, მე სარა მქვია. კარგი სარა. სახლში ხომ არ შემოხვიდოდით ჭიქა ყავაზე? არა, მანდ ვერ შემოვალ, თორემ ის მიპოვნის. დიდი ხანია მელოდება. კარგით, მაშინ აქ დამელოდეთ და წავალ ვინმეს მომიყვან. ხომ დაბრუნდები? კი, ოღონდ აქ დამელოდეთ. გეყოფა პატრისია, მტკივა. სიმართლე მითხარე, ჩვენ საბაზანოში შემოიპარე სანამ შხაპს ვიღებდი და წარწერა სარკეზე შენ დატოვე? არა. დაიფიცე. კარგი, სპროკეტის სიცოცხლეს გეფიცები. ვის სიცოცხლეს? სპროკეტის, ჩემი ძაღლია, გეფიცები, ეს მე არ გამიკეთებია. პატრისია, იქნებ დროა სიმართლე შეიტყო. რა სიმართლე? ჯოის რაღაც საშინელება შეემთხვა და ის კონტაქტზე გამოსვლას ცდილობს. არ ვიცოდი თუ ძაღლი ყავდა. არც მყავს, მათზე ალერგია მაქვს. სახლიდან გასვლა თქვენ არ გჩვევიათ ემილი. ემილი? მას ამნეზია აქვს, როგორც უკვე შეამჩნიეთ, მაგრამ სახლიდან არასდროს გაქცეულა. ეს ხომ ანუბისის სახლია. მითხრა ადრე იქ ცხოვრობდიო. რა? არა, არ მგონია, თუმცა მათსაც რაც გაიგებ. ფაქტი იმაშია, რომ ემილის სახლზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ხომ ასია ემილი? ასე ნუყვირით, ხომ იცით რომ ყრუ არ ვარ? გინდა სკოლაში ერთად წავიდეთ? კარგი. ხო მართლა, გუშინ რაღაცის მოცემა დამავიწყდა. შეჭმული ბანანის? არა, ამის. მიკ, რა მაგარია და რა არის ეს? გახსენი და ნახავ. მაშინ მიყიდე, როცა წასული ვიყავი, დიდი არაფერია. მიკ, ის არის რაც მიყვარს, ხომ იცი როგორ მომწონს სამაჯურები? გამარჯობა მიკ, მინდოდა უკაცრავად ხელი ხომ არ შეგიშალეთ? კი, არა. კარგი, უბრალოდ მინდოდა გამეგო, რომელი საათისთვის აპირებდი მოსვლას ბიოლოგიის დავალებისთვის. თუ გინდა მე დაგეხმარები, მიკ. სასაცილო არაფერია. როგორ არა სასაცილოა? 6 საათი გაწყობს? კი, მაწყობს. სკოლაში წასვლას ვაპირებდით. წამოხვან ჩვენთან ერთად სასწაულმოქმედო მარა? სასწაულმოქმედო მარა? მობრძანდით? გისმენ პატრისია, მაინტერესებს ჯოის რა მოუვიდა. რა უნდა მოსვლოდა, უბრალოდ მშობლებმა ის სკოლიდან წაიყვანეს, ეს არის და ეს. როცა გუშინ კლასში შემოხვედით, ჯოის უთხარით ვიღაცას უნდა შენი ნახვაო. კი, ასეა. მაშინ რატომ არ უთხარით, შენს მშობლებს უნდა შენი ნახვაო? რა? თუ რა თქმა უნდა, მისი მშობლები არ ყოფილან. რა სიცოცხლეებს ლაპარაკობ? თავისი ტელეფონი რატომ არ წაიღო და რატომ არ დამირეკა? რატომ არ უთხრას მშობლებმა, რომ პატრისია დამშვიდდი? დარწმუნებული ვარ, რომ ჯოი აუცილებლად დაგეკავშირდება. თუ არა, ესე იგი მას უბრალოდ არ უნდა. შეუძლებელია. კარგი პატრისია, დრო მიფრინავს.